Привет. განიხილე ეს ინფორმაცია როგორც ერთ-ერთი საშუალება, რათა იშოვა მეტი ფული. რა ხდება, როგორი გზით ხდება ამ ფულის შოვა და საერთოდ რას გვთავაზობს ეს კომპანია, ხო, სადაც მე მუშაობ, Greenway-ის კომპანია. Greenway არის ქსელური მარკეტინგის კომპანია. ეს არის ქსელური მარკეტინგის კომპანია, დიახ. ანუ კომპანიას აქვს პროდუქციის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიტყვი. რომელიც ამ პროდუქციის რეალიზაციას აწარმოებს ხალხის მეშვეობით, ქსელური მარკეტინგის მეშვეობით, ანუ კომპანია ხსნის ვირტუალურ მაღაზიებს, თქვენი დახმარებით, ჩემი დახმარებით, ხალხის დახმარებით რა. ანუ და კომპანია ადებს ფულს დაუშვათ რეკლამაში, რომ რომელიმე ბრენდებმა მაღაზიებმა რო გააკეთოს ამ პროდუქციის მაგალითად რეალიზაცია, ეს პროდუქცია მხოლოდ იყიდება პარტნიორების საშუალებით, ანუ თქვენი საშუალებით, ჩემი საშუალებით, უშუალოდ ხალხის საშუალებით. რადგან ნებისმიერ პროდუქციას მოიხმარს ადამიანი, ხო? ხო და ესე რომ ვთქვათ, ქსელური მარკეტინგის გზით რეალიზებული პროდუქცია ეს არის ერთ-ერთი მარტივი, არც ისე მარტივი გზა, მაგრამ მომგებიანი გზა არის თვითონ კომპანიისთვის. და კარგი არის ხალხისთვის, იმიტომ რომ რეკლამიდან გამომდინარე, თუ კი მაგალითად ადამიანი უკეთებს რეკლამას ამ ბიზნეს იდეას და ქმნის ონლაინ მაღაზიებს საერთაშორისო მასშტაბით და დაუშვათ მხოლოდ ერთ ქალაქში და ერთ დაუშვათ ტერიტორიაზე, არა, თუ კი ის კომპანია აძლევს, თუ კი კომპანია არის საერთაშორისო კომპანია და გაძლევს საშუალებას, რომ შენ სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ქვეყნებში გაახსნა ეს ონლაინ მაღაზიები, ვირტუალური მაღაზიები, ყველა ვირტუალური მაღაზიას ყავს თავისი მენეჯერი, ხო? მე მაქვს ჩემი ვირტუალური მაღაზია და ასევე უხსნი სხვა ვეძებ პარტნიორებს და ის ხალხიც ხსნის ასევე ანალოგიურ ვირტუალურ მაღაზიებს. ყველა ვირტუალურ მაღაზიას ასევე აქვს საქონელის რეალიზაცია. ეს როგორ ხდება, რა ინსტრუმენტები არის, ეს კიდე სხვა თემა არის და მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ზოგადად, ქსელური მარკეტინგის რეალიზებული პროდუქცია არის ძალიან მარტივი. აი თუ კი მაგალითად შენ უბრალოდ არა გაქვს საშუალება გინდა მუშაობა და არ გამოგდის სამსახურის მოძებნა, ხო? და ან შეიძლება არ გაწყობს ესეთი სამსახური, რომელსაც გთავაზობენ, ხო? აი ქსელური მარკეტინგით, აი უშუალოდ Greenway-ში შენ შეგიძლია თავისუფლად გამართო ეს სამსახური. ოღონდ უნდა ისწავლო, რა თქმა უნდა, ისწავლო. ამაში კარგი ის არის პლუსი, რომ შენ არ გჭირდება ინვესტიცია, ფულის ჩადება, ანუ ეს არ არის კრიპტოვალუტა, ხო, რაღაცა ლეგენდა გამოგონებული, შეიძლება რაღაცასთვის ეს კრიპტოვალუტა ბევრ რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ზოგადად ყველას თავისი, ხო, ვისაც რა უსწორდება. ჩათვალეთ, რომ Greenway-ის ვირტუალური მაღაზია არის ჩვეულებრივი მაღაზია, რომელიც უშუალოდ არის ჩვენ ყოველ დღე შევდივართ, ვყიდულობთ, ხო, პროდუქტების მაღაზია, პური იქნება, Coca-Cola იქნება თუ რა იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. ეს მაღაზია არის იმის მსგავსი, ანალოგიური, რომელიც გაქვთ თქვენ და შეგიძლიათ გაუხსნათ ნებისმიერ ადამიანს და შეგიძლიათ გახსნათ ნებისმიერ ქვეყანაში და სხვადასხვა ქალაქებში. და თუ კი ამ მაღაზიას აქვს საქონელის ბრუნვა, თქვენ გაქვთ მოგება, შემოსავალი. თუ კი თქვენ ხსნით თქვენ მაღაზიებს, თავისთავად უკვე კომპანია გიხსნით და იმ მაღაზიებს თქვენ ასწავლით, როგორ უნდა იმუშაოთ, თქვენ ჯერ სწავლოთ პირველ რიგში და ინფორმაციას მერე ცემთ სხვას. თუ კი თქვენ აძლევთ საშუალებას სხვას, რომ იშოვოს ფული, გახსნას მაღაზია და იშოვოს ფული, კომპანია თქვენს აქედან გაძლევთ პროცენტებს. ანუ თქვენ გახსენეთ პირადი მაღაზია, თქვენი მაღაზია გახსენით ვირტუალური, გამართეთ, ბავშვად მე გასწავლეთ თქვენ როგორ უნდა გააკეთოთ, თქვენ ეს უკვე შეისწავლეთ ინფორმაციად, სრულყოფილად გაიგეთ, გაითავისეთ, თქვენ გახსენით, მოზემნეთ პარტნიორები თქვენ ქალაქში, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში, არა აქვს მნიშვნელობა. კომპანიას ლოგისტიკა ყველაფერი მოწყობილი აქვს. გახსენეთ ეს ვირტუალური მაღაზიები და უშუალოდ 5 მაღაზია. იმ 5 მაღაზიამაც გახსნა კიდევ 5 ანალოგიური ვირტუალური მაღაზია. ეს უკვე 25-ია, ხო? იმათმაც კიდევ გახსნა, ეს უკვე გახდა 125, ხო? ანუ თქვენი გამოცდილება გაიმეორა ყველა ამ ხალხმა. ამ შემთხვევაში საქონელის მიმოქცევა იზრდება. რაც შეეხება საქონელს. საქონელი არის ასე რომ ვთქვათ, ინოვაციური
რომელიც გამოგონილი არის იაპონელების მიერ და ეს პროდუქცია აქვს მხოლოდ და მხოლოდ Greenway-ის კომპანიას. ანუ მაგალითად სხვა ქსელური მარკეტინგის კომპანიებს ეს პროდუქცია არ აქვს. უბრალოდ არ აქვს და პლუსი ეს არის კომპანია არის ახალგაზრდა, არის 4 წლის და ასე რომ ვთქვათ ამ ჩქარად მიმავალ ვაგონში, მატარებელში ჩახტომის საშუალება არის ახლა. არის სამი საშუალება. ნუ მომავალშიც იქნება, მაგრამ რაც შეეხება მარკეტინგის მხრივ განვითარების საფეხურებს, დავუშვათ, აი მოგიყვეთ ახლა მაგალითებს, მაგალითად Oriflame მაგალითად Avon-ი და სხვა ასეთი ქსელური მარკეტინგის ფირმები, ხო, პროდუქტული ფირმები, რომლებიც უკვე არის ბაზარზე, ხო, დიდი ხანია. ამ ფირმებს ყველა ის მაღალი საფეხურები, სადაც დიდი ფული არის, ხო? უკვე იმ ხალხმა, ვინც მაღალი ადგილები დაიკავა, იმათმა უკვე გააკეთეს ქსელი, მომხმარებელთა ქსელი შექმნეს, აი ეს ვირტუალური მაღაზიები შექმნეს, რომლებიც უკვე აკეთებენ ამ საქონელის რეალიზაციას, ანუ ბაზარი უკვე, ასე რომ ვთქვათ, შევსებულია, ხო? მისია, რაც იყო აი იმ სათაო ოფისის ფირმის, უკვე იმან შექმნა ეს ქსელი. და ეს Greenway არის ახალი და პროდუქტიც აქვს ინოვაციური, რომელიც სხვა კომპანიას არ აქვს. აი მაგალითად დავბრუნდეთ ისე უკან, ხო? აი სხვა ქსელური მარკეტინგის ფირმები, პროდუქტული ფირმები, ხო, რომლებიც არის ისევ ეს Avon-ი, Oriflame-ი, ნუ Herbalife-ი, Enel-ი თუნდაც, ხო? ბევრი ეს კომპანიები უკვე დიდი ხანია რაც არის ბაზარზე. ანუ უკვე რთული არის რომ თქვენ განავითაროთ ქსელი, გესმით? ყველა ნებისმიერი კომპანიის ქსელური მარკეტინგით, რომელიც ავითარებს თავის პროდუქციას, მათი მიზანი რა არის? რომ მსოფლიოს მასშტაბით ხალხ ნებისმიერ ადამიანამდე რომ მივიდეს ინფორმაცია ამ პროდუქციის შესახებ. და თქვენ ნუ ანუ ხალხი არის რესურსი ამ პროდუქტის მიწოდებისთვის. და ჩვენ ამაში გვხდიან პროცენტს, ხო? შემოსავალი შემოგდის, მოგება რჩება აქედან, ამის რეალიზაციიდან. ანუ რადგან ეს კომპანია Greenway არის ახალგაზრდა, არის გაცილებით მეტი შანსი იმისი, რომ ჩვენ ამ ასე რომ ვთქვათ, დიდი ადგილები რომ დავიკავოთ, რომ ჩვენი ქსელი რომ განავითაროთ, იმიტომ რომ რაც შეეხება პროდუქცია არის კიდევ ერთხელ ვიძახი, ახალი, რომელიც ბაზარზე ფაქტიურად არ არის. ხო და დიდი საშუალებაა იმისი, რომ ხალხმა ჩვეულებრივად რომ შეიძინოს გახდეს მომხმარებლები. ანალოგიურ პროდუქტებს ჩვენ ისედაც და ასედაც მივდივართ მაღაზიებში, ვყიდულობთ, ანუ სახლს ყველა ალაგებს, მინას ყველა წმინდავს, ტელევიზორი ყველას მტვერიანდება, ხო? მტვერის ნებისმიერ სახლში არის, სუფთავეს ყველა იცავს, კბილებს ყველა იხეხავს, ანუ კბილის პასტა ყველა სჭირდება, შამპუნი, კონდიციონერი ყველა სჭირდება. კიდევ რაგით აი ფეხსაცმელი რო გაწმინდო, ხო, ყველა სჭირდება. მაგიდა რო გადაწმინდო, ყველა წმინდავს, ანუ პროდუქტი რაც არის ამ ფირმას, რაც აქვს და რაც გააჩნია, ეს ინოვაციური ტექსტილი, ხო, ტილოები, რომლებიც ესე იგი თავის დროზე იაპონელებმა გამოიგონეს ეს პროდუქტი იმისათვის, რომ ნუ ცვლილობების დაუშვათ დასამუშავებლად ინფექცია რო არ შეჭრილიყო რა, ანუ ამ პროდუქციას, ამ ტექსტილს ყველას აქვს ვერცხლის იონები, რაც ხელს უშლის ბაქტერიების სოკოვანი დაავადებების განვითარებას რა და ზოგადად ეს მაგალითად ჭურჭლის სარეცხი ტილო, რომელსაც არ ჭირდება ჭურჭლის გასარეცხად არანაირი სარეცხის საშუალება, ანუ ცხიმს ისე აცილებს და ეს რეალურად მუშაობს და შეგიძლიათ ნახევარი წელი, ერთი წელი, რა ვიცი, ახლა თუ კი ისეთ რაღაც სასწაულს არ გააკეთებთ, რომ დახიოთ ეს ტილო, ხო? შეგიძლიათ მოიხმაროთ და რაც უფრო დრო გადის ამ ტილოს, რატომ ყავს უფრო უკეთესად მუშაობს, კიდე, ხო? ასეთი ფუნქცია აქვს და გააჩნია. და ასეთი ინოვაციური ტილო არის, ნაჭრები არის, რომლებიც აი სტეკლოს წმინდავს დიასახლისებისთვის ალბათ ნაცნობია, რამდენად არასასიამოვნოა სახლის დალაგება და აი ეს ტილოები ძალიან მარტივს ხდის სახლის დალაგებას. ნუ ყველაფერი რაც შეეხება ანუ სახლის ეკოლოგიას და ასუფთავებას ამ ფირმას
ძალიან ბევრი ესე იგი ნაჭრები აქვს რომლებიც ეხმარება ადამიანს ასე რომ ვთქვათ სახლის დასუფთავებაში იოლად რა და ძალიან ბევრი კმაყოფილი ხალხი ყავს აქედან გამომდინარე მე პირადად მე სულ არ მაინტერესებს როგორც ასეთი ხარ რაღაცა ტილო ხო რამე ისეთი მე ბიჭი ვარ და სახლი მაქვს რა ვიცი ალბათ ორჯილა მაქვს სულ ფანჯრები განაწმენდი ხო მაგრამ რატომ დავრჩი ხო რატომ გადავწყვიტე აქ ამ საქმეზე ხელის მოკიდება პროდუქტი რომელიც მე დავუშვათ ავიღე ხო მე არ ვიცოდი როგორ უნდა გამომეყენებია და მივეცი გოგოებს ვაჩუქე ერთს მივეცი მეორეს მივეცი მეთქი ნახეთ აბა გამოიყენეთ ნუ ახალ ფირმაში პროექტში დავიწყე მუშაობა ასეთი პროდუქტია და მაინტერესებს ერთ კვირაში ხვდები ნახევარი საათი უსმენ უბრალოდ მე დაჟე ვერც ჩავეჭერი ქალების ლაპარაკში არც მაცალენ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ რანაირი სიამოვნებით დაალაგეს და გაწმინდეს ვაფშე წელი სახლი ხო ერთი სიტყვით პროდუქტი იწვევს ასეთ პოზიტიურ ესე იგი ემოციებს იმ ხრივ რომ რეალურად მუშაობს ანუ თქვენ შეიძლება იცოდეთ ხო არის სხვადასხვა ქსელური კომპანიები რომლებსაც აქვთ სხვადასხვანაირი პროდუქტები ხო ზოგიერთი ჯანმრთელობისთვის არის და მაგალითად თქვენ როდესაც ხებულობთ დავუშვათ ბადებს ხო ჯანმრთელობისთვის აი ამ კომპანიას ჩვენსაც გინოისაც აქვს ბადები მაგრამ რა განსხვავება არის აი ნაჭრებში დავუშვათ ჩوارში და ბადებში ხო იქ ჯანმრთელობა არის აქ სისუფთავე არის ეკოლოგია არის ხო დაცვა დავუშვათ მაგრამ თქვენ როდესაც ამ პროდუქტს ხმარობს ადამიანი როცა ხმარობს ეფექტს ხედავს იმ წამსვე არის ანუ ეფექტი გესმის და ამიტომ ემოცია ადამიანს რაზო უჩნდება ვა ასე უცებ როგორ მუშაობს რა ანუ თუ კი ეს არის წამალი ისეთი რაც რაღაცა დაავადებისთვის სამკურნალო ამ პროფილაქტიკისთვის არის მას ჭირდება დრო ჭირდება თვეები ხო და ეს ჩვენი პროდუქცია გაძლევს საშუალებას რომ ეს ვაუ ეფექტი იმ წამსვე რომ ყისერად რომ მიიღო რა ანუ ასეთი ემოციებიდან გამომდინარე ეს პროდუქცია უბრალოდ რეალიზდება ძალიან მალე და მოთხოვნილება იზრდება და რადგან მოთხოვნილება იზრდება ნებისმიერი პროდუქტი მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორიდან შეიძლება იყოს რეალიზებული ანუ ვერავინ ვერ მივა და ქუჩიდან ვერ იყიდის ამ პროდუქტს ჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პარტნიორი თუნდაც ხუთლარიანი პატარა მინის ჩვარი რომ იყიდოს ადამიანმა ის ხუთლარიანი ჩვარიც მიმბული იქნება რომელიღაცა პარტნიორის ID-ზე აუცილებლად ისე არ იყიდება რა უბრალოდ ამიტომ არის იმის საშუალება რადგან ეს კომპანია ახალი არის ბაზარი ნუ ეხლა რო ვთქვათ ივსება და ბაზარი თან დიდდება რადგან ამ პროდუქციას ჯერ ბევრი არ იცნობს და მოხარებელთა რაოდენობა სულ ბევრი და ბევრი ხდება კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ესე იგი ამ პროდუქციის ძირითადი ნაწილი არის ნაჭრები იაპონური ქსოვილი რომელიც ასე რომ ვთქვათ ნუ თმის ღერის ოდენა ქსოვილი გაწელილი არის რაღაც 5000 მეტრზე რომლებსაც აქვს პილოსოსების ასე რომ ვთქვათ ვერსასრუტების ფუნქცია და იწოვს ცხიმს იწოვს ჭუჭს მტვერს ნუ თქვენ შეიძლება გენახათ იცით რამდენიმე ვიდეოები გაგვჩნდება ამ პროდუქტთან შედარებით შესახებ ნანახი და აი ეს პროდუქტი როგორც ასეთი არის ძალიან მოთხოვნადი არის პროდუქცია რომელსაც იყენებენ სახლის დალაგებისთვის თუ გაცილებით 80% პროდუქციის არის სახლის დასალაგებელი პროდუქცია არის პროდუქცია რომელიც კოსმეტიკური სახის მოვლისთვის, კანის მოვლისთვის, ტანის მოვლისთვის, თმის მოვლისთვის და ბადებიც არის, რა თქმა უნდა. აი ეს სამი განხრა პროდუქციის აქვს ამ კომპანიას. და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიის მისია რა არის? ეს ყველა პროდუქცია არის ეკოლოგიის განხრით დამზადებული პროდუქცია. ანუ ყველა ეკოლოგიის ნორმები დაცული არის ამ პროდუქციის შექმნისთვის. მოგესალმებით დღეს თვითონ ეკოლოგია საკმაოდ ასეთი ტრენდი არის რა და დროთა განმავლობაში ჩვენ გვენდომება თუ არ გვენდომება მოგვიწევს ამის დაცვა. და აქედან გამომდინარე აი
მაგალითად Head and Shoulders-ი, იცით ხო, შამპუნი. დღესდღეობით ნებისმიერ ადამიანმა იცის, რომ შამპუნი Head and Shoulders-ი არის ქერტლის საწინააღმდეგო ერთ-ერთი უძლიერესი შამპუნი, ხო? რატომ არის ესე, ხო? იმიტომ რომ წლების წინ, მე კიდე პატარა ვიყავი, მახსოვს, Procter & Gamble-მა, ფირმა, ხო? გადაწყვიტა რომ მთელმა ქვეყანამ, მთელ მსოფლიოს რომ გაიგო, რომ ესე იგი შამპუნი Head and Shoulders-ი არის თმის ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი ნომერი პირველი. ანალოგიური მისია აქვს ამ კომპანიას, რომ ყველამ იცოდეს მომავალში, რომ განვითარების პროცესში, რომ Greenways ეკო მარკეტი, Greenways ეკო მაღაზია, ვირტუალური მაღაზია არის პირველი ეკო მაღაზია, იმიტომ რომ მას აქვს ასეთი ეკო პროდუქცია, რომელიც იცავს გარემოს, რომელიც დაუშვათ, კბილის პასტები იქნება, შამპუნები იქნება, ხო, ყველა არის დამზადებული ნატურალ პროდუქტებზე. ჭურჭლის საწმენდი ტილოები, ხო, გასარეცხი ტილო, ჭურჭლის მანქანისთვის ფხვნილები, რომლებიც იხმარება, ყველა ეს პროდუქტები არის დამზადებული სულფატების გარეშე. ანუ აქ ქიმია არ მოქმედებს იმისთვის, რომ თქვენ ადამიანმა, მოხმარებელმა რომ მიიღოს შედეგი. ფიზიკა, ბუნებრივი პროდუქტები, ელემენტები აკეთებენ შედეგს. მაგალითად არის ფხვნილი მისტიკი, ესეთი ფხვნილი არის. ასეთი ფხვნილი არის, ფხვნილი მისტიკი. ეს არის გააქტიურებული ჟანგბადი. ფხვნილი არის როგორც ასეთი. ეს ფხვნილი მუშაობს მხოლოდ ადუღებულ ცხელ წყალში. ნებისმიერი ლაქა, დაუშვათ, რომელიც იქნება ტანსაცმელზე, იქნება დაუშვათ მდივანზე, იქნება, არა აქვს რა მნიშვნელობა აბსოლუტურად. ან შეიძლება რამე ბრასლეტი კონდეთ დაუშვათ ვერცხლის, ოქროსი, შეგიძლიათ ჩადოთ აი ეს ვერცხლის ბრასლეტი მაგალითად ჭიქაში და აყაროთ ეს ხვნილი, მე დუღარე წყალი და ჭუჭყი, თქვენ შეხედავთ თქვენი თვალით, ცოტა ოდნავ ხვნილი და შეხედავთ თქვენი თვალით, როგორ ეს ყველაფერი, ანუ ეს აქტიურებული ჟანგბადი დევნის ჭუჭყს. ნებისმიერი ლაქა თუნდაც ვერანაირი ვანიშეს რო ვერ ამოყავს, ხო? აი ეს ფხვნილი იმას ამოიყენს რა. ასეთი მარტივი პროდუქტები არის ამ კომპანიაში. და რაც შეეხება განვითარებას, თუ როგორ შეიძლება თქვენი გაზრდა, როგორ შეიძლება გიშოვოთ ფული და ეხმაროთ სხვა ხალხს, ხო? ამას ყველაფერს ითვალისწინებს მარკეტინგ გეგმა. რომელიც წინასწარ უნდა გაიაროთ სწავლებები, ხო? სწავლება უფასოა. თქვენ რომ მოხვიდეთ ამ ბიზნესში, დაიწყოთ განვითარება, სწავლება, ესეც უფასოა. ჩემი მიზანი არის ის, რომ თქვენ ეს აგიხსნათ, გასწავლოთ, თუ გიგენდომებათ რა საკვირველია, ხო? ხო და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ბიზნესში რომ განვითარდეს და რომ წაიწიოს წინ. ამისთვის არის საჭირო ტელეფონი, ინტერნეტი და დღეში 1, მაქსიმუმ 2 საათი, რომ ისწავლოთ და დაიწყოთ ამ ბიზნესში ნაბიჯების გადადგმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა იაროთ და პროდუქცია უნდა გაყიდოთ. არა. თქვენ თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გაუკეთოთ პროდუქციის რეალიზაცია, რა პრობლემა. ეს თქვენი პლუსი იქნება. მაგრამ თქვენ თუ გინდათ აქ დიდი ფულის შოვა, უნდა გახსნათ ვირტუალური ეკო მაღაზიები საერთაშორისო მასშტაბით. ამაში არის დიდი ფული, ამაში არის დიდი თანხა. ანუ თქვენ თავაზობთ ხალხს ანალოგიურ შესაძლებლობებს, რომ თქვენ უხსნით სხვებს მაღაზიებს და ასევე ისინი უხსნიან სხვებს კიდევ ასეთივე ვირტუალურ მაღაზიებს. და საერთო ჯამში ყველა მიდის იმისკენ, რომ შეუძლიათ ამ პროდუქციის, ყველა ხდება ამ პროდუქციის მოხმარებელი, ხო, აი ჩვეულებრივ მაღაზიას ცვლიან Greenways მაღაზიაზე. ეს ხალხი თუ კი აქვთ თავისთავად სურვილი, ხო? და ანალოგიურად თვითონ ყველა ადამიანი ხსნის ასეთ ვირტუალურ ეკო მაღაზიებს და აკეთებენ პროდუქციის რეალიზაციას. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი საშუალება, რომ ადამიანმა ტელეფონის ხელში დაუშვათ, ისედაც ნებისმიერ ადამიანს ტელეფონს ხმარობს, ხო?
არის ანალოგიური საშუალება, რომ ადამიანმა იშოვოს ფული. და არა აქვს მნიშვნელობა შენ სად იქნები, სად იცხოვრებ საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამ საქმის გაკეთება შეიძლება ყველგან. ანუ არ არის აუცილებელი დილას ადგე სამსახურში წახვიდე, ტელეფონით შეგიძლია ამ საქმის განვითარება. თუ კი თქვენ შეძლებთ, აი დაუშვათ გახსენით მეახლოებით 20 თქვენ ჯგუფში არის მეახლოებით 20 დროთა განმავლობაში რაღაცა 20 ასეთი ვირტუალური მაღაზია, ხო? ეს 20 ვირტუალური მაღაზია მეახლოებით თვეში მოგიტანთ რაღაცა 2500 ლარს მეახლოებით. თუ კი თქვენ მაღაზიაში, თუ კი თქვენ დაუშვათ Excel-ში არის მეახლოებით 80 მაღაზია, დროთა განმავლობაში ეს იზრდება, იმიტომ რომ მოხმარებელთა რაოდენობა იზრდება რა. ხო თუ კი თქვენ ესე იგი Excel-ში არის მეახლოებით 80 მაღაზია, კვალიფიკაციებით იზრდება. ანუ თანამდებობებით, ხო ასე რომ ვთქვათ, არის სიტყვაზე ბუღალტერი, ბუღალტერის მოადგილე, ხო, არის დირექტორი და ასე შემდეგ. აქ არის დიდი ბონუსები. ბონუსები ითვლება იმ მხრივ, რომ თქვენ შეგიძლიათ ავტომობილი, Mercedes-ი, კომპანია გაძლევთ Mercedes, შეგიძლია გახდეთ Mercedes-ის მფლობელი. პირველ შენატანს კომპანია შეიტანს და ყოველ თვეში ასევე ფარავს ამ შესატანს 3 წლის მანძილზე და თუ კი თქვენ იცავთ პირობებს, როგორც გითხარით, აი თანამდებობა, კვალიფიკაცია, ხო, თანამდებობა, ანუ უდრის კვალიფიკაციას იგივე, მასტერის თანამდებობას კვალიფიკაციას თუ კი იცავთ და უშუალოდ თვეების მანძილზე, ყოველ თვეს შეაქვს შესატანი, პირველი შესატანი ამ მანქანაზე და საბოლოო ჯამში 3 წლის მერე ახალი Mercedes-ი განმოდის თქვენ ხელში. ანუ ამ კომპანიაში არის გაზრდის დიდი საშუალება. აი ეს რაც არის ზედა ადგილები, ისინი თავისუფალია. ჯერ იქ არავინ არ არის. და ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, რომ გამოკრას ხელი დიდ თანხას და გაიზარდოს. ამისთვის რა არის საჭირო? უბრალოდ პირადი კაბინეტის გახსნა, სწავლებების შესწავლა, თვითონ სისტემის, პროდუქციის გაცნობა და უბრალოდ ნაბიჯები, სწავლა, ხალხთან კონტაქტი, კომუნიკაცია და აი ამ ონლაინ მაღაზიების გახსნა. სოფლიო მასშტაბით, რაც კომპანია თვითონ გთავაზობს ყველაფერ ამის შესწავლას. ეს მარტივი არ არის. შეიძლება იფიქროს, რომ მე ამას იყო კარგია გავაკეთებ, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამის გაკეთება, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ სად ხართ, სად ცხოვრობთ, მუშაობთ, არ მუშაობთ. ჩათვალეთ, რომ ეს არის თქვენი დამატებითი სამსახური. საშუალება იმისი, რომ თქვენ გახდეთ გქონდეთ უფრო მეტი შემოსავალი. თუ კი ამას მოეკიდებით პროფესიონალურად, ეს მოგცემთ ძალიან დიდ ზრდას. ამის გარანტიას მე გაძლევთ. იმიტომ რომ აქ არის რეალურად დიდი საშუალება ამისი, რომ ნებისმიერ ადამიანი გაიზარდოს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ არის აუცილებელი, რომ თქვენ იაროთ და თქვენ ყიდოთ. აი, მაგათად მე არავის არ ვეუბნები, მოდი რა ჩემგან იყიდე რაღაც ჩვარი, რომ მინები რო გაწმინდოთ. არა, მე ხსნი ონლაინ მაღაზიებს. თქვენს შეგიძლიათ ანალოგიური გააკეთო, ნებისმიერ შეუძლია ასეთი რაღაც გაკეთება. ამიტომ თუ გიგეკნებათ სურვილი, შეგიძლიათ თქვენც მოკიდოთ ამას ხელი და შეისწავლოთ. წარმატებებს გისურვებთ. თუ გიგეკნებათ კითხვები, შეგიძლიათ მოწეროთ კომენტარებში.